მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენთან მოთოვლა და ვისთან მოთოვლა დაწერთ კომენტარებში. გიო მოვიდა, ეს არის. ცალი ხელით რო აიყვანა მანქანა პრინციპზე. კაპოტის ახსნაში დამეხმარე რა. ესე იგი გიო დამეხმარა კაპოტის ახსნაში. აქ გვაქვს ესეთი სიტუაცია. ფილტრი მოვშორეთ, გადავაგდეთ საშინაო მდგომარეობაში იყო. ეს მინდოდა რომ შევეღება. ეს კონკრეტული ზედა ხუფი. მაგრამ ჩვენმა კარლიტომ დილის 5 საათზე გადაწყვიტა, რომ ადამიანის შრომაში ფასობს, წავიდა და დილის 5 საათიდან დაიწყო მუშაობა და 1 საათში აწყო ძრავი, რომ მივედი, უკვე აწყობილ გამზადებული ქონდა და მელოდებოდა, როდის მიუტანდი ზეც, რომ ჩაესხა და დაეკოქა. ეხლა რაც შეეხება ვიზუალს, მოკლედ, ამ ავტომობილზე ვიწყებთ ვიზუალზე მუშაობას. ყველაზე შრომატევადი საქმე არის ეს. ამ ყველაფრის გამო, მოკლედ, როგორ ხდება ესე იგი. თავიდან ბოლომდე ეს ავტომობილი არის როგორც ეძახიან მოკლედ სტეკლო ვატკა ჩამოსხმული და გარედან აქვს უკვე გასამაგრებლად ასე ვთქვათ თხელი ფიბერი, რომელიც ნახეთ როგორ არის აქ მაგალითად. ამებშიც აქაც აღებული აქ პირი გამოსულია. კარგად მინდა რომ გაჩვენოთ, ნახე. შიგნიდან არის ეს არის სტეკლო ვატკა, რითაც ჩამოასხეს ფორმები და ეს არის უკვე ქვემოდან რითიც გაამაგრეს. და ეს ყველაფერი არის ასათლელი მთლიანად და ახლიდან არის გასამაგრებელი, ასე ვთქვათ, და შემდეგ უნდა გაიშპაკლოს და შეიღებოს. ეს გადაბმებში რაც არის, ეს ბზარები. ეს არა, რა თქმა უნდა, აქ რაც არის ეს ქვედა მხარე, ესეც იგივენაირად გასაკეთებელია, მაგრამ ესენი რაც არის, ესენი შეიძლება რომ ადგილზევე დამუშავდეს. ესეთი მდგომარეობა. მინდა რომ ყველა დეტალი გაჩვენოთ პატარ-პატარა რაღაცეებით, სადაც კი სამუშაოებია გასაკეთებელი. დისკებს ვტოვებ, რა თქმა უნდა, გავაკეთებ და საგაზაოდ მაინც არ იქნება ეს ავტომობილი და სამოძრავთ მშვენივრად გამოდგება ეს დისკები და თან ძალიან უხდება. წინ გვაქვს ცოტა ჩეპე, დაზიანებული იყო და რამდენჯერმე რო ავიყვანეთ პრინციპზე უკვე საბოლოოდ მოიღო ბოლო, მაგრამ ესეც აღდგება. ეს დამსკნარი დეტალებიც აღდგება, ჩვეულებრივად გაკეთდება. მეორე მხარეს აქ კარნიზე გვაქვს ესეთი სიტუაცია, ეს მთლიანად არის ასაფხე კი და ახლიდან არის ჩამოსასხმელი და შემდგომ უკვე გადასაკრავი, ასე ვთქვათ. ესეც ნახეთ, აქ არის აღსადგენი. ეს რეალურად როგორც გავიგე, თავიდან იყო ცალცალკე. ნახეთ, ეს ზოლი. აქ რაც არის ეს ზოლი, რეალურად აქ იყო გაყოფილი. კრილო იყო ცალკე, მაგრამ იმდენჯერ მოკლედ დაზიანდა და ასე შემდეგ, საბოლოოდ ესე მოუწიათ გადაბმა. დამუშავებით შპაკლით და ასე შემდეგ ვეღარ მოახერხეს განცალკევება. ესეთი წვრილ-წვრილი რაღაცეებია. ეს სეტკებიც უნდა შეიცვალოს რა, არ მომწონს. უფრო კარგი სეტკის დაყენება შეიძლება. აქ შუშაც გამოსაჭრელია და შესაძლებელია. არ ვიცი რა მოხდა, ეს მანქანა უკვე ჩვენთან რო აღმოჩნდა, ესე იყო სავარაუდოდ ვიღაცამ გაუსვა და დანარჩენი რა ვიცი, აქეთ მშვიდობა არის. ყველაფერი კარგადაა. ხო, სპოილერია გასამყარებელი, კარგად არის დასაჭერი. ეხლა ცოტა ესე ჩუმად იმიტომ ვლაპარაკობ და ვერ ვსაუბრობ აქტიურად, როგორც მიყვარს ხოლმე, რომ უბერში ვარ და კვირა დღეა და მაინც ეხლა არ მიყვარს ზოგადად სხვა რო ხმაურობს და აწუხებს ხალხს. ეხლა მეც იგივეს ვერ გამიმეორე. ხო, აქ ნახეთ, მარჯვენა მხარეს მქონდა პავაროტნინგი, რომელიც მქონდა შენახული ფარი რა, შენახული მქონდა საბასთან გარეშე, მაგრამ ვერ ვპოულობთ ახლა, იმიტომ რომ დაახლოებით 1-3-4 წლის წინ ვიშოვე ეგ ფარი და იმის მერე საბას გარეშე დაალაგდა, მოკლედ ასე შემდეგ და ვეღარ ვპოულობთ ახლა და ვინმეს თუ გაქვთ მოგეპოვებათ, აქვე შეიძლება სადმე იყოს შემორჩენილი, შევიძენ აუცილებლად. ახლა ვნახოთ სალონში. სანამ სალონის დეტალებზე გელაპარაკებთ, მოდი განახებთ ამ მანქანის დაქოქვის მომენტებს. რაც გადავიღე იქვე, რომ მივედი უცებ და ძრავი აწყობილი დამხვდა, ძალიან გამიხარდა სხვათა შორის, იმიტომ რომ არ ვიცი რა, კარლომ ძალიან იყო სასწაული საქმე გამეკეთა, იმიტომ რომ ძალიან მალე დაშალა, გააკეთა, აწყო ძრავი და რა ვიცი. უდიდესი მადლობა მაგ ადამიანს. ეხლა მოდი ეგ კადრები ვნახოთ და შემდგომ უკვე დაუბრუნდები სალონში. იცინი და თუ ერთი წამი. მოკლედ, მოცადე, ესე იგი ვინ არის იუთუბერი? კარლიტომ გაასწორა საბურავი, ცუდად რო იყო, უკან რო იდგა, რის ხარჯზე, ერთი დიდი შაოება, ერთი პატარა შაოება და ბოლტი. მაგის ხარჯზე გამოვწიეთ ეს საბურავი. რა უნდა ვქნათ ეხლა?
გასაღები არ გვაქვს და ისე უნდა დავხსნათ. მაგრამ რადიო არ გაქვს. მიდე. შუშას უნდა ავწიო პირველ რიგში. ამას ვეცდები. ამოაზრე მაგი. შუქი არის. აკუმულატორი მინდა წესი არის და აიქოფე. და ის ზამოკი შენ არ და ვერ დაკეტე? ვერ კეტავ, ხო? ვიდაწყო, კარლიტო. აი, გამ. თან დაშვებული საურავები რო უფრო რთულია. ძალიან სუფთად მუშაობს რა. კომპიუტერის პრაიცი არის. კომპიუტერის პრაიცი არის, აქ ბანძი კომპიუტერი ეყენ. იტექს არ სნის? უცებ რაღაცა და ჩერდება, ხო. ასეთ მანქანასაც ეცხავს და პრიცებს. ესე იგი, სალონში რა ხდება? მოხურავ კარშეს და თავისუფლად ვისაუბრო. ესე იგი, სალონში რა ხდება? ნახეთ, აი ეს წინა მხარე, რაც არის აი აქ. მხოლოდ ეს არის გასაკეთებელი ტყავის მხრივ აქ. დანარჩენი აი ანუ ეს არის პლასმასი თავიდან ბოლომდე და ნუ ამას არ აქვს პრობლემა. ასევე რა თქმა უნდა საჭი არის გასაკეთებელი და საჭიზე ცოტა ვფიქრობთ რომ დიზაინი ცოტა სხვანაირი გავაკეთოთ, იმიტომ რომ რთულია რეალურად ზუსტად აი ისეთ ფერში დავსვათ. ეხლა ეს ყველაფერი მაშინ უნდა შეიღებოს მე ახლიდან და რა ვიცი, ცოტა საწვალებელი საკითხია და მაგიტო ვიფიქრეთ რომ საჭე იყოს შავი სრულიად და შუაში აი ამ ადგილში სადღაც გქონდეს ერთი ყვითელი ზოლი, რომელსაც აი მიახლოებითად დავსვათ სალონის სხვა დეტალების ფერზე. აი აქ აბივკებს რაც შეეხება, ნახეთ როგორ არის იდეალურად არის თავის დროზე აბივკები გაკეთებული და შესაბამისად დღესაც კარგად აქვს სახე შენარჩუნებული ეს გადაბმის ადგილებში, არ არის გადაქექილი. უბრალოდ ეს შავი რაც არის ფერგადასულია. ნახეთ აი იქითაც როგორ არის ეს ყველაფერი არის ფერგადასული. და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეს აბივკები უბრალოდ შევღებოთ, ეს შავი მხარე რაც არის შევღებოთ ოღონდ. ნახეთ რა მოხდება.
ჯერ ამ ავტომობილს გაუკეთდება გარე ვიზუალი, იმიტომ რომ გარე ვიზუალზე მუშაობის დროს თან ისეთი დეტალებია სამუშაო ამ ავტომობილზე, ძალიან დიდი მტვერი შევა ისევ სალონში. პარალელურად გარე ვიზუალზე მუშაობის დროს ჩვენ დავშლით აი აქ ტორპედოს ამ მხარეს, მოვხსნით საჭესած, რომ ეს დეტალები რაც გასაკეთებელი, ასე ვთქვათ და ტყავია გადასაკერებელი, მიუტანოთ იმ ადამიანს, ვინც მეხმარება და შემდეგ ვიდეოებში უკვე განახებთ იმ აღმოჩენას, ვინც მე აღმოვაჩინე, რა სასწაულ რაღაცეებს აკეთებს. აი, არ ვიცი, ნაშრომები რომ ვნახე, მართლა განცვიფრებული ვიყავი, იმიტომ რომ სალონიდან გამოსულ მანქანას გავდა ძალიან მაგარი ნაშრომები აქ და აუცილებლად მაგ ადამიანის შესახებ მოგიყვებით შემდეგ ვიდეოებში. და როცა მორჩება უკვე გარე ვიზუალი, ავტომობილს წავიყვან შემდგომ ქიმწმენდაზე, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს, აბივკებ ყველაფერს აბსოლუტურად გაიწმინდოს და ქიმწმენდის შემდეგ მივყვანთ უკვე ისევ იმ ადამიანს, ვინც სალონზე მუშაობს, რომ შეიღებოს და მოკლედ ყველა დეტალი უკვე მოვიყვანოთ წყობრში. რაც შეეხება სავარძლებს, სავარძლები არის აი ესეთ მდგომარეობაში. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის CRX-ის ქარხნული სავარძლები, რა თქმა უნდა, რომ ამას არ მოვიშორებთ. უბრალოდ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ ჩავაყენოთ ჩვენ რო ვეძახით ნახევრად კოვშებს, აი ესეთი სპორტული სავარძლები, შავი ფერის და ამას აუცილებლად შევინახავ და გავუკეთებ რესტავრაციას და დავდებ აუცილებლად გარაჟში. უბრალოდ იცით როგორი რაღაც არის? ამ ავტომობილში ეს სავარძლები ცოტა დისკომფორტია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ კარტინგში ზიხარ, მოძრაობისა როგორც კარტინგი და სავარძელი არის ისეთი, რომ თითქოს სახში ზიხარ სავარძელში რა, რაღაც რბილი მაშინ. ჩვენ რო ვეძახდით ადრე კრესლოს აი ეგეთ რაღაცაში, იმიტომ რომ ძალიან რბილი, ძალიან კომფორტულია, მაგრამ თვითონ მანქანა რეალურად არ არის ეს ყოველდღიურად გადასადგილებელი მანქანა, აქ უფრო სპორტული ხასიათი და შესაბამისად აი ვერ ჯდება რაღაც ერთმანეთში და მაგიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩავაყენოთ ნახევრად კოვშები. კაი, გავაგრძელოთ ახლა. უკანა მხარეს რაც შეეხება ერთი ადამიანი შემეხმიანა მე ჩემს გვერდზე და მითხრა რომ აი ამ ყველაფერს სისტემაც გამართავს იდეალურად. როდესაც მორჩება ეს ყველაფერი და მივალთ უკვე გასასრულისკენ, მერე მოხდება ამ ყველაფრის გამართვა და ვაპირებ რომ მივიდე იმ ადამიანთან და მიუყვანო მანქანა და ვაჩვენო. თავიდან ვიფიქრეთ ამ დეტალის ამოღება საერთოდ. იცით რომ ერთი პერიოდი ვფიქრობდით რომ უკან რაც არის ეს დინამიკები ტელევიზორი ეს ყველაფერი ამოგვეღო, მაგრამ მერე რო დავფიქრდით რეალურად ამ მანქანის მთელი ღირებულება ეგ არის თავის დროზეც რო გაკეთდა მიზანი ეგ იყო რომ ყველასგან გამორჩეული ავტომობილი ყოფილიყო. კი დღესდღეობით CRX-ი რო ყავდეს ქარხნული უკვე ყველასგან გამორჩეული ხარ, იმიტომ რომ ძალიან იშვიათობაა დღეს და ძალიან დაფასდა ეს ავტომობილი, მაგრამ მაშინ ხო სხვანაირად იყო და რახან მამა ჩვენმა, ჩემი და ნიკას მამამ, რომ იწერთ ხოლმე ნიკა ვინ არის შენიო? ნიკა აბაშიძე, ანა აბაშიძე, დაძმანი ვართ და ყავს მამა, რადგან ჩვენმა მამამ ასე გააკეთა თავის დროზე. ფიქრობთ, რომ ამ აქაის თავარი ღირებულების და ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი არის აი ეს უკანა მხარე. სადაც არის ეს ამხელა დინამიკები, ტელევიზორი და რა თქმა უნდა, რომ დღესდღეობით ამას არავინ არ გავაკეთებთ მანქანაზე, მაგრამ მაშინ ახ სხვა დრო იყო. მაშინ ადამიანები exhibit shows უყურებდნენ მეც, სხვათა შორის და მაგით ერთობოდნენ, ეგ მუღამი ქონდათ, რომ ავტომობილი არა უბრალოდ გადასადგილებელი საშუალება, არამედ რაღაცა შენი ფანტაზიების ხორცშესხმის საგანი ყოფილიყო და ასე შემდეგ. და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ ეს უკან რაც არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ მანქანის ტრეკზე გაზავებას არ ვაპირებთ, შესაბამისად არ დავუკარგავთ იმ ღირებულებებს, რაც თავის დროზე ქონდა და რაც მოგწონდა. რაც შეეხება ჭერს, არის ძალიან კარგად, არაფერი არ სჭერს. ლუკი ქონდა ამ მანქანას, მაგრამ გაუქმებულია და ჩემი მხოლოდ აქ გაკეთდება ქიმწმენდა და მეტი არაფერი. კარგი, ახლა მოდი დავქოქავ ამ მანქანას, იმიტომ რომ დიდი ხანია არ დაგვიქოქია. ცოტას გამოვაფხიზლებ, გავათბობ ძრავს და თან კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ. ჩანგელა გუნგე. ლუაცკუპე. წეღა მომბობდი ხმამაღლა არ მიყვარს ლაპარაკი რომ მეზობლები წუხდებიან თქო და ეს მანქანა დავქოქე. არა სხვათა შორის ეს მანქანა უყვართ ჩემ მეზობლებს.
კაი, მაინც ყოველ შემთხვევაში რო იცოდეთ თუ რატომ გქონავაზე მანქანას, იმიტომ რომ გასაღები ამ მანქანის არის დაკარგული, ზამოკი გავხსენით უბრალოდ არ იღია მდგომარეობაში. შესაბამისად, ხსნით ხოლმე და ვთიშავთ მანქანაში, ასე ვთქვათ, კლემას ხსნით ხოლმე და სტარტერით პირდაპირ გქონავთ მარტივად. სანამ გასაღებს დავამზადებთ. იმიტომ რომ ძველ მანქანებს არავინ არ მუშაობს. კაი, ცოტა ვამუშაოთ აბოროტებზე, მაგრამ ძალიან სირცხვილია. ძალიან სირცხვილია, ძალიან მრცხვენია რა. всё, უნდა ჩავაქრო რა. ძალიან სირცხვილია. ჩაქრობაც თუ გაინტერესებთ ვინმე მარტივია. მოიცადე, გადაბრუნდა კამერა. ძებლენია, მეოთხე დისციპლინიას და ქრება მანქანაი. მადლობა ყურადღებისთვის. მე პირველი საფრთხით და ეგ არის. დღეისათვის სულ ეს იყო, განახეთ. რა მდგომარეობაში CRX-ი? ყველაზე ასე ვთქვათ, რთული პროცესია უკვე ახლა იწყება, რაც არის გარევიზუალი, მაგრამ მგონია რომ მოვაგვარებთ მარტივად, იმიტომ რომ მოუგვარებელი არაფერი არ არის ზოგადად. ვითომ ეს ჩვენ ქვეყანაში მანქანაზე, იმიტომ რომ ყველაფერი შეგვიძლია აბსოლუტურად რა ავტომობილზე გავაკეთოთ. და აუცილებლად გქონთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ არის ხალხი, დამიწეროთ ბევრი კომენტარები, იმიტომ რომ გამოწერები გჭირდება რა. მართლა ძალიან გჭირდება რომ შემდგომ უფრო უკეთესი და უფრო მაგარი პროექტები გავაკეთოთ და რაც მთავარია, ნიკას ხო უნდა გავასწროთ გამომწერებში. ანუ ნიკას უნდა გავასწროთ გამომწერებში. აუცილებლად დაელოდეთ ასევე Connect-ის პოდკასტებს, იმიტომ რომ ორი გადაცემა ჩავწერეთ უკვე და ორივე ძალიან საინტერესო გამოვიდა. მადლობა და ნახვამდის.